ადამიანი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და უყვართ მისი ნახვა და მოსმენა. გულწრფელია და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი. ექიმი, რომლის მეშვეობით ბევრი ადამიანი გადარჩა. ქართული სიტყვის ოსტატი ლადო კახაძე. მოგძანით ბატონო ლადო. მოგესალმებით ბატონო ლადო. ძალიან მიხარია რომ მოხვედით. პირველი კითხვა იქნება ასეთი, რატომ ხართ ასეთი აქტუალური ჟურნალისტებისთვის? რატომ მოდიან, რატომ უნდათ რომ მოხვიდეთ ხშირად ეთერში, აი როგორც მე მაგალითად? რა არის მიზეზი? კიდევ ერთხელ გიდასტურებ ჩემს სიყვარულს და პატივისცემას და აღიარებას იმისას, რომ შენ გაქვს სასწაული შიგნით ნიჭი ადამიანთა შორის კომუნიკაციის დამყარების და ტკივილში შემოხიდება ადვილად ხდება შენთან. გაზიარება სიხარულის და ემოციის ადვილად ხდება, მისაღები ფორმით ხდება და აი ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ იმ ადამიანმა თავის თავს შეხედოს მერე და თავის თავში არსებული სუსტი და ძლიერი წერტილები დააბალანსოს და გახდეს მიმზიდველი, ან ყოველ შემთხვევაში არ ჩაიკეტოს სხვებისათვის, ან და თვითონ არ შექმნას პირობა რა სხვა ჩაეკეტოს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდა იქნება თუ ხანდაზმული ქალი თუ კაცი, თუ ვინმესთვის რამე ინტერესს წარმოადგენს, პირიქით ამ ეხლა გამამხნევე შენ და ძალიან დიდი სტიმული მომეცი. ექიმის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი ანამნეზია. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი ინტერვიუ. ორივეს ამას ეკლესიაში აღსარება ქვია. ბატონო ლადო, სიბერის თუ გეშინიათ? სიბერეც საინტერესოა. სიბერე პატივსაცემი ფორმაა. ერთი ხუმრობაც მინდა ვთქვა, გივი ბერიკაშვილ მაცხონა მისული ღმერთმა. სიბერე რა არისო და სიბერე ალბათ ის ასაკიაო, როდესაცო თითქმის ყველა კითხვაზე პასუხი გაქვს, მაგრამ არავინ არ გეკითხებაო. შიში გააქვთ თუ არ გაქვთ? აი ესე გაჭრილად. არა, შიში არ მაქვს. სანამდე ვიღაცას ჭირდები, ვიღაცა ბა დაგიძახებს. ჩათვალე რომ იქ ახარ. შვილიშვილები როცა ყავს, შვილები, შვილთაშვილები თუ მოგესწრებიან. აი, ვთვლი რომ შენ მოვალეობას იხდი და უანგაროდ იხდი ამ მოვალეობას. არავითარი სხვა დამოკიდებულება იმ შთამომავალ მემკვიდრესთან არ გაქვს. გარდა იმისა, რომ ემსახურო და ფიანდაზად გაეგო, ნეშომპალა ნიადაგად გამოადგე. ბატონო ლადო, თქვენ იყავით პოლიტიკაში. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკოსად ვერ შედექით, წამოხვედით პროტესტის ნიშნად, თუ რა ფენომენი იყო? ის ინსტიტუცია, რომელშიც მე მომიწია ყოფნა, მესაა თვითმმართველობა, ძალიან საინტერესო რომ ჩავიხედე და რომ გავასიგძეგანე სად მოვხვდი. მართლა როგორც მეცნიერებას ისე შევხედე. განხილვა მოხდა, როცა ჩაიხედეთ საქმეში? არა, პირიქით, სულ ფიქრობდი რომ მე რაღაცა მაკლია და ვერ მივდივარ, აი სულ უნდა განვითარება, სულ უნდა ამას წიაღსვლა, სულ ჭირდება სხვადასხვა გამოცდილების გაზიარება, სულ ჭირდება ჭკუის დაკითხვა, მრავალთაობიან საზოგადოებაში იმათი გამოცდილებისა და ახალთა ინერცია აქტივობის შეჯერება. ეს ძალიან საინტერესო თემა არის. ამიტომ ამან, როცა სამზარეულოში ჩამახედა, მივხვდი რომ დაავადების ელემენტები არსებობს საზოგადოებაში თვითონ, რომლის მაპროვოცირებელი ფაქტორი არის მართლობითი ან პოლიტიკური სისტემების შეჯახება და ტრანსფორმაცია და გარდამავალ პერიოდში ყოფნა. ეს ძალიან დიდი გამოწვევები იყო და ალბათ ეს რავი ჭკუის სასწავლებელი იყო. ძალიან დიდი ამბავი ატყდა, როცა თქვენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის წარდგენაზე ბრძანდებოდით და იქ სიტყვა თქვით. უცბად მოხდა ჩემთვის გასაოცარი რამ, რომ იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც თქვენს მიმართ იყო ძალიან კარგად, უცბად შემოტრიალდა. რა ქენით? ჩემ თავზე დამსნა გული, რომ მე ალბათ იმ ადამიანებს ფორმით ვცობი ვარ და შინაარსი ნაკლებად მისდომდნენ, ან ჩემ პრინციპულობაში ეჭვი შეეპარათ რაღაცას. ეხლა წარმოგიდგენიათ, რომ მე ვინმე პაციენტი მოვიდეს და მას რამე ჭირდეს და რაღაც ანგარების გამო ეს დაუმალო. ან პირიქით ზედმეტი უთხრა ანგარების გამო ხასუსამ. და მე გული იმაზე დამსდა, რომ თურმე ამდენი ხანია ვცხოვრობდა, ამ ადამიანებს ვერ შეუცნივარ მეთქი რა ანგარებასთან არა მაქვს საერთო. ანგარებიანი ურთიერთობა არა მაქვს. ოჯახის წევრები რას ამბობდნენ აი ეს
ლანძღვის კორიანტელი რო წამოვიდა. მე მყავს უერთგულესი მეგობარი მეუღლე. უერთგულესი, რომელთან ერთად 50 წელიწადია მოვდივარ, მეტი 51. მე წავიკითხე რამდენიმე კომენტარი, სადაც ჩემს დასაცავად ბევრი წერდა იმ წუთას შემეცოდა ის მხარე, ვინც გამოიწვია ეს და იმ წუთას ორ ადამიანის შორის მიზეზი გავხდი დაპირისპირების. გული მეტკინა, ძალიან მეტკინა და მე მიუტევე, მე რას ვქია, როგორ ვიკადრო, რომ იმ ადამიანის ჩემდამი განწყობა შევაფასო რაღაც პოლიტიკური ქალბატონმა ისტემის რუსუდანმა რა თქვა? არაფერი, რუსთანმა იდარდა? ალბათ, მაგრამ ეს არ დაეთქვა. რას ნანობთ საერთოდ? გაწრომას. არასოდეს არ გაუწყრებოდი ადამიანებს. არაუს მომდენო თავ მე რამდენჯერმე გაუწყერი ადამიანებს, რამდენჯერმე. ნანოფ ამას ეს გავაკეთე. ადამიანი შეიძლება არ გეთანხმებოდეს, ან შენ არ ეთანხმებოდე, მაგრამ ეს ხმამაღალი სიტყვისა და გაბრაზების ხარჯი არ უნდა იყოს. შენ უნდა მოითმინო და ხელმეორედ მოუარო, მესამეჯერ უთხრა, მეოთხეჯერ. ის რომ მიხვდება რომ შენი ღერძი ეს არის და აქ ამის იქით რაცა უნდა გაგხიკოს ეს რჩები მუდმივად, მე პატივისცემა უჩნდება შენი, მაგრამ დრო უნდა დახარჯო ამისათვის. ამდენი პაციენტი ყოლიათ. იყო შემთხვევა, რომ ვინმე პაციენტს შეუყვარდით? ეხლა თუ ადამიანი ფსიქოტესტის მიხედვით იმზელებს ურთიერთობის ფორმაზე, იქ სალმის მერე და მოქცევაში შეეტყობა, როგორი განწყობა აქვს შენს მიმართ. შეიძლება ვერ ვიტყვი, ხარო ესე არ იყო. რა ვქნა, უშენოდ არ შემიძლია. აი ესეთი ლექსები იყო, ხო, აი, მითხარი. როგორ არ იყო? იყო ლექსები, რაო ლექსებში? ხო, იყო რიფა ახსნა იყო სიყვარული შეიძლება. ეხლა ქალბატონ რუსუდას უფრთხილდებით, ხო? არა, რუსთან ამაზე ეს არ იღებებს არასოდეს. რაც ჩემს ხალათზე პომადა უნახავს. ზოგჯერ არის პაციენტი მოდის და გეხუტება და ეხუტები და ხალათზე საშუალო მიტან გასაგები ვიტყოდი პაციენტმა. არა, გასარ ამაზე რეაქციაც არასოდეს არ ქონია. ლექსებში რაო, როგორ მიყვარხარო, რა მინდაო? ხო, რა ვიცი ხა ესეთი სიტყვა მე შენ წარმოედგენი არა და შეიძლება დავაშავე. აი ეხლა შეიძლება გიყურებ და აი რატო დავაშავე გეტყვი, ეს საწყენად არ ვამ. დავაშავე, იმიტომ რომ შეიძლება მისთვის ამ განკურნების გზაზე ეს ემოციაც საჭირო იყო. იმიტომ წამალს ზოგჯერ სიმწარის გემო დაკლავს და წამალს იმისათვის რომ მიიღო და სარგებელი მოიტანოს, რომ კუჭანწავი არ გააღიზიანოს, კაფსულაში დებენ. და ისე კაფსულით რომ არ გამერე კუჭისწვენი მამას დაშლის და წამალი რჩება. შეიძლება ის გზნობა, რომელიც მას ჰქონდა ამ შემთხვევაში, იმ წამლის მიღებაში ეხმარებოდა, ამ რჩევის შესრულებაში ეხმარებოდა და მისი იმუნოსტიმულატორი იყო. ეს კარგია, ცუდი არ არის. ადამიანი ემწერენ ძალიან ბევრ სასიყვარულო ლექსებს. მე ეს შენ გაძლიერებს. შენ გაძლიერებს. ყველა კუთხე შენ კიდე ვერ ხვდები რამდენ იცი რატომ ეს უხილავი ძაფებია. თქვენ არ ინახავდით იმ ლექსებს? შენ წარმოიდგინე, მე კაბინეტში მქონდა ხოლმე საცავი. მეორე მქონდა დიდი საცავი, სადაც მქონდა ყოველთვის მაგარი სასმელები. კონიაკი, ვისკი, აი ძალიან. მიყვარს ხო დალევა? როგორ არ მიყვარს? მართლა? ეხლა ასაკი არ მაძლევს ამის საშუალებას, რომ ისე თავნებურად, ისე თავხედურად მოვიქცე. ბოლო რამდენი წლის ხართ? ცოტა მაგლია 70-მდე. 67 წლის არქსიამოვნებთ? არა, რა თქმა უნდა. ასაკის არა, რავით არის, ეს ჩემი ერთხელ ნინო რამიშოს დიდ ქალბატონს ჩემს ერთ-ერთ გამზადს გენიალურს პასუხი აქვს სასწაული უთხრეს შვილიშვილებმა რა ამ ნაოჭებს გაგისწორებთ რას ამბობო მთელი ცხოვრება ამ ნაოჭების შეგროვებას შევალიო მთელი ჩემი ენერგიაო და ხა იმ წლებს რომელშიც ეს აიხა რომ ალაპარაკებ და ასე ადვილად ლაპარაკობ იმ წლების მეოხებით ხდება ეს ყველაფერი მისტიკის თუ გჯერათ სიმართლე გითხრა კი მე რო სიზმარს ნახავ ზუსტად ისე ახდება ყველაფერი რა სერიოზულად ჩემ თავს კი და რუსთან მეცის არ დაიძინო მართლა ინტუიცია როგორი გაქვთ მე მორიელი ვარ და მაქვს ინტუიცია მორიელი ხართ მე მიწის ველს ვზნობ როდის უნდა მოხდეს მაგრამ დარდიანი რო ხართ ეთყობა თავსაც იჭამთ ხოლმე მე უფრო ამ მორიელის შუბიდან ვარ ეთყობა რომელიც თავს იგესლავს კი ბატონო მაგაში მართლა ამ მორიელთა ჯგუფში ვარ არა შავი რო სხვა დაგესლოს თორე ხა იცი რამდენი საიდუმლო ვიცი მე ეს რას ქვია მე ისეთ საიდუმლოები ვიცი ოჯახის წევრებს რო ერთმანეთისთან საიდუმლოებები ვიცი მე ეს ყველაფერი რომ იარაღად გამოიყენო სხვა დაგესლო წარმოგიდგენია რა საშინელება არის მე საიდუმლე ხარ და აი როცა მარტო რჩები შენ თავთან და აუ ბიჭო ეს რა იცი და მაშინ შველის ფურცელი და ფანქარი და ლექსი დაიწერება ან მინიატურა მოწყობილი აქედან ლექსის გარეშე არ გაგიშვებთ ერთი აუცილებლად თვალი გაქვთ გული გაქვთ სიმხნევე გაქვთ აი ყველაფერი გაქვთ
მოდის ლამაზი ქალი. მაშინ მე გეტყვით ჩემსას და მე თქვენი მითხარით. ნუ რა თქმა უნდა არ ვიმჩნევ მე ჭაღარა და უყურებ და ესე ჩვეულებრივად დაძმურად კომპლიმენტს ვეტყვი თვალს გავაპარებ, ოღონდ გული ფეთქავს და გარედან ხედავს ჩემს თავს. დავბერდი, რას განიცდით ხოლმე მაგ დროს, რომ ის ჯელი აღარ ხართ, თავზე რომ ბუჩქი გედოთ და ჭაღარა არ ქონდათ. აი, მაშინ გეპარებათ ხოლმე სინანულის, აი რა არის ეს? კი, ჩემგანაც გამოდის ორეული. ადამიანში ხო რეულად ორი ეგო ცხოვრობს. ეს არის ეგო, არის ჰიპერეგო. ადამიანს გონია იმას რომ უკეთესია და იმის მეტი შესაძლებლობა შეუძლია ვიდრე რეალურად არის. კინოებში თავისთავზე არ ფიქრობს. მე შემოვიტანე ასეთი ანტიეგო. რომელმაც იცი შენი სუსტი წერტილები და როგორც კი ჰიპერეგოსგან ფეხის განაზღვრას დააპირებ, ინტუდას გამომიდე აქედან ყურში ეს მოგიჭესა საკიდო. მაგრამ მეოთხე პარალელური ეგო, რომელიც შენ ამ დავას ჰიპერ და ანტიეგოსთან გვერდიდან უყურებს და იცინის. ასე გამოდის ჩემგანაც ეს ეგოები და ამ შემთხვევაში გეთანხმები რომ ზუსტად ხო უცბად გამოვა არ შეიძლება ეს რომ ეს გამორიცხულია მე დღესაც ვიტყვი ამაშენ თქვი რომ აი ხა ჯეელობაში აი რომ მოდის მე დღესაც რომაულ არ დადაგებს ვერ უყურებ გულმშვიდად ოდრი ჰებერნი მიყვარს და ბედნიერი ვარ რომ ჩემი რუსლანი ოდრი ჰებერნი იყო ჩემთვის ბატონ ლადო აი მე მინდა რომ სიყვარულზე ერთი ლექსი წაიკითხოთ რაც დღეს აკლია ჩვენს ქვეყანას ადამიანებს ეს რუსუდან უყვარს ეს ძალიან დრო გააჩერეთ მე აქ რჩები მე აქ ჩავდივარ აქ ყველაფერი ნაცნობია ჩემი ფერია ჩემი ცხოვრება აქ მთავრდება ფასით გავდივარ და აქ ცხოვრება იქ ცხოვრებასთან არაფერია დრო გააჩერეთ წამზომს წამით დაადეთ ვეტო გვერდით სარკეში გაიელვა თეთრმა ფერიამ ხურით გაგონილს როგორ მინდა თვალითაც ვენდო ამ ქვეყანაზე ერთი სიტყვაც ყველაფერია დრო გააჩერეთ მე აქ ჩავდივარ ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლადო მიიღეთ ჩემი პატივი ძალიან მიყვარხართ ძალიან მეიმედებით და მე მინდა რომ თქვენ კარგად იყოთ და სულ იყოთ მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით გულწრფელობისთვის და სულ ასეთი აქტუალური იყავით როგორიც ხართ დიდი მადლობა გაიხარეთ გემშვიდობებით ჩემო საყვარელო მაყურებელო ბედნიერებას გისურვებთ მომავალ ხუთშაბათამდე